მოგესალმებით მეგობრებო, გთავაზობთ საჯარო გაშლას ახლო მომავალზე. ნახოთ რა სიახლეები შემოვა თქვენთვის ახლო პერიოდში. გვაქვს სულ სამი ვარიანტი. ამ სამი ვარიანტიდან უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ასრული ერთი ვარიანტი. რაც შეეხება ახლო მომავლის საკითხს, თავად ჩავთქვით დრო თქვენით. ეს იქნება ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, უფრო მეტი თუ უფრო ნაკლები დრო. და ვნახოთ იმ პერიოდში რა სიახლეები და გამოწვევები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. სანამ გაშლაზე გადავალ, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემ YouTube გვერდს, ეს უფრო მეტ мотивაციას მომცემს, რომ დავდო ახალი ვიდეოები. ასევე თუ შემომთავაზებთ და დამიტოვებთ კომენტარის სახით, რა კითხვაზე ისურვებთ გაშლას, მეუძღვრად ჩავწერ ამაზე ვიდეოს. და ახლა დავიწყოთ, ხო? ახლო მომავალზე გაშლა. რა სიახლეები შემოდის იმ პერიოდში, რა პერიოდით ჩავთქვით რეალურად თქვენ. სიახლეები შემოდის ის, რომ თითქოს აქამდე შეიძლება იყავით ძალიან გადაღლილი, ემოციურად გამოფიტული და თითქოს ეს პერიოდი თქვენთვის იქნება, რომ აღიდგენთ ძალებს, აღიდგენთ იმ დაკარგულ, ესე ვთქვათ, ემოციებს, ის სისუსტეები, რაც გქონდათ, აი ამ ძალებს აღიდგენთ. აი ესეთი სიახლეები შემოდის რეალურად თქვენთან, თქვენ შემთხვევაში, რაღაცა გაჩერებული საკითხები თუ რაიმე გქონდათ, გაჩერებული მდგომარეობა შეიძლება რაღაცა ბოლო პერიოდი, გაყინული პერიოდიც კი გქონდათ, ესე რა ვთქვათ, და შემოდის რეალურად ის სიახლეები, რომ აი ამ სიტუაციებიდან გამოიყვეწებთ, რაღაცა წამოხვალთ აი ამ სიტუაციებიდან და მდგომარეობებიდან უფრო წინ. რაც შეეხება სიახლეს, მშვენიერი პირად ურთიერთობებში შემოდის აქ სიახლეები, შეიძლება ეს იყოს თუ რაიმე არეულობა გქონდათ პირადში, პირადი საკითხები დაგილაგდეთ, პირადი ამბები, ესე ვთქვათ, მოგიწესრიგდეთ, ვისაც პარტნიორი გყავთ, ვინც ახლა მიყურებთ და გყავთ პარტნიორთან დაგილაგდებათ სიტუაცია, ხოლო ვისაც არ გყავთ პარტნიორი, მაღალია იმის ალბათობა, რომ გამოიჩნდეს ეს ადამიანი, რომელთანაც დაიწყებთ პირადი ურთიერთობის აწყობას. რაც შეეხება გამოწვევები, გამოწვევები იქნება ის, რომ აი აქ პირველ არკანში რაც აღვნიშნეთ და რაც იკვეთებოდა ის, რომ გქონდათ დიდი სირთულეები, ხო, და რაღაცა მოსუსტებული იყავით და ის თითქოს რა გზაც გაიარეთ, გამოწვევები იქნება ის, რომ აი თითქოს ცხოვრება მოგიწყოთ ახლა პატარ-პატარა გამოწვევებს, ოღონდ ეს არ აღიქვათ, რომ რაიმე სირთულეები იქნება, აი უკვე რაც ისწავლეთ და უკვე რაც გაიარეთ, აი ამისი შეჯამება იქნება რა, რომ რამდენად კარგად ისწავლეთ იმ რთულ პერიოდში თქვენი სასწავლი, ესე ვთქვათ, გაკვეთილები და მდგომარეობები და ამას როგორ გამკლავდებით თავად თქვენ. მაგრამ არკანიდან გამომდინარე ჩანს, რომ აქ არ იქნება რაიმე რთული და გარდამტეხი, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ გაიარეთ ეს ყველაფერი და უკვე შედეგებიც ნახეთ და იცით ახლა რთულ სიტუაციებში რა როგორ უნდა იმოქმედოთ და ჩანს, რომ ამ გამოწვევებს უფრო მარტივად, ესე ვთქვათ, გაართმევთ თავს. და ამ ყველაფერს როგორ გამკლავდებით, ესე ვთქვათ, რჩევის სახით რომ მოიღოთ. სწორედ აქ მოდის ის, რომ ის რაც ისწავლეთ, ის რაც გაიარეთ, ის რთული პერიოდი რაც იყო და რაც შეხვდათ, უკვე იმდენად როგორ გითხრათ, აი გამოწვრთობილი ხართ ამ საკითხში, რომ იცით სწორი მიდგომებით რა როგორ უნდა დაამუშავოთ, რას როგორ უნდა მიუდგეთ. შეიძლება ამ შემთხვევაში შეხვდეთ უკვე მსგავსი სიტუაციები, რაც უკვე გქონდათ თქვენ ახლო, ესე ვთქვათ, წარსულში. შეხვდეთ იგივე სიტუაციები და უკვე ამ სიტუაციებისთვის ხართ მზად, ესე რა ვთქვათ, გამკლავდებით ისე, რომ აი იქ რაც ისწავლეთ, ეს ყველაფერი აქ ახლა აი ამ სიტუაციებში გამოიყენოთ და იგივე შეცდომები, ესე რა ვთქვათ, არ დაუშვათ თქვენ შემთხვევაში. ასე რომ რეალურად ცოდნა გამოცდილება გაქვთ, ახლა მთავარი არის, რომ გონებით იმოქმედოთ და რჩევა იქნება, რომ გონების, ესე რა ვთქვათ, თქვენი ცივი გონებით მივდგეთ სიტუაციებს და უცაბედ მოსულ ემოციებს კი არ აყვეთ, რომ აი ის უკვე რაც გავლილია და რაც უკვე რაშიც უკვე კარგად ხართ, ესე რა ვთქვათ, გამოწვრთობილი, ეს ყველაფერი გამოიყენოთ, აი ეს მოდის აქ, იმიტომ რომ ისი ძალა, რესურსი, ენერგია თქვენ ამ შემთხვევაში უკვე გაქვთ და გაძლევთ სამყარო. ეს იყო პირველი ვარიანტი და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო. ნახოთ ახლა მათ ვინც ჩავთქვით მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ზოგადად ანუ ახლო მომავალში შემოდის ესეთი სიახლეები, რომ რაღაცა ცივი რთული პერიოდის დასასრული გაქვთ თქვენ შემთხვევაში, შეიძლება ბოლო პერიოდში ერთდროულად საკმაოდ
ბევრი პრობლემა მოგიგროვდათ, ბევრი სიტუაცია მოგიმწიფდათ ისეთის, რომელსაც შეიძლება ან ვეღარ ართმევდით თავს, ან უკვე აღარ შეგეძლოთ, რომ გამოსავალი გეპოვნათ და ახლო მომავალში შემოდის, რომ აი ამ სიტუაციის დასასრულამდე მიდიხართ, ანუ ამ პრობლემებიდან გამოდიხართ რა, ესეთი სიახლეები შემოდის აქ. სიახლეები იქნება ძალიან ბევრი. ეს სიახლეები შეეხება, კი ბატონო, ეს სიახლეები ერთ კონკრეტულ საკითხს არ ეხება. თქვენთან სიახლეები შემოდის ფინანსების კუთხით, შემოდის ასევე პირადის კუთხით და კარიერის კუთხით. ანუ თითქოს ის პერიოდი, რაც დაკარგეთ, ესე რომ ვთქვათ, აი იმ პერიოდში, როცა რთული მდგომარეობები გქონდათ, ეხლა ეს ყველაფერი ერთიანად შემოდის დასალაგებლად და მოსაწესრიგებლად თქვენს ცხოვრებაში. ანუ პირადში იქნება სიახლეები აქ, ასევე პირადის გარდა კარიერულ და ფინანსურ წინსვლებსაც ხედავ რეალურად, რომ შემოვიდეს თქვენს შემთხვევაში. ასე რომ აი იმ შემოსული სახლებით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით. რაც შეეხება ესე რომ ვთქვათ, გამოწვევები იქნება ის, რომ აი აქამდე რო გაჩერებული იყავით და რაღაცა სირთულეები რომ იყო, თითქოს იმ სიტუაციას მიეჩვით, რომ რაღაცა თქვენთვის იყოთ და განზე იყოთ და ეხლა აქ სირთულე რეალურად და გამოწვევა იქნება ის, რომ ეს ბევრი საკითხი, რაც ერთნაირად შემოდის თქვენთან, ცოტა ემოციურად აკრევთ. კი კარგი სიახლეების კუთხით მიდიხართ, მაგრამ ხანდახან ამ ბევრ კარგი ესე რომ ვთქვათ სიტუაციასაც ემოციური დისბალანსი მოაქვს ხოლმე რა. ანუ შეიძლება აი დაისტრესოთ სწორედ იმიტომ, რომ ესეთი ბევრი კარგი რამე შემოდის და უკვე რაღაცა აი ამ რთული სიტუაციიდან უცებ ესეთ მაღალ კარგ სიტუაციებზე გადასვლა თქვენთვის იყოს ცოტათი რთული. რაც შეეხება როგორ უნდა გავუმკლავდეთ ეხლა აი ამ ყველაფერს და რჩევის სახით მოდის თქვენთვის ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეთ ყველაფრის დაალაგებას. ანუ ერთდროულად კი შემოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და მშვიდი მიყოლებით და მშვიდი ტემპით დაალაგოთ თქვენს ცხოვრებაში ეს არსებული გარემოებები და ეს სიახლეები, რაც შემოვა თქვენთან მიმართებით. ესეც მეორე ვარიანტი და ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. კი ბატონო, აბა ვნახოთ ბოლო ვარიანტის შემთხვევაში სიახლეები რა შემოდის. სიახლეები რეალურად შემოდის ის, რომ აქამდე თუ ცალკე და განცალკევებით იყავით, შეიძლება ახლა უფრო მოგიწიოთ უფრო მეტ ხალხთან და უფრო მეტ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობების დამყარება და ეს სიახლე შემოდის თქვენთან. აქამდე შეიძლება თქვენს რაღაცა წრეში ტრიალებდით, თქვენთვის იყავით, რაღაცა თქვენი გარემო გქონდათ, მყუდრო გარემო გქონდათ შექმნილი. ეხლა შემოდის, რომ ბევრი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში და არა იმ წრეში ტრიალებთ, რაც აქამდე გქონდათ, რაღაცა ახალი ადამიანები შემოვლენ თქვენს ცხოვრებაში, ახალი სიტუაციები შემოვა რეალურად თქვენს ცხოვრებაში. რეალურად გამოწვევებში შემოდის ის, რომ ცოტა არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ აი ამ თქვენს სიტუაციაში, ის რომ შეიძლება თავდაპირველ სიტუაციაში უნდა მიეჩვით განცალკევებით და უკვე თქვენს წრეში და თქვენს სიტუაციებში ყოფნას, რომ აი ეს ახალი სიტუაციები ცოტა თქვენთვის დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება იყოს და რეალურად ეს მოდის, ესე რომ ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში გამოწვევად და სირთულედ, რომ უცებ შეიძლება ინტეგრირდეთ და გადახვიდეთ ისეთ სიტუაციაზე, სადაც რასაც არ მოელოდებით და სადაც აქამდე არ ყოფილხართ იმ ახალ გარემოცვებში და რჩევა არის ის, რომ ისიამოვნოთ აი იმ სიტუაციებით, მიიღოთ ეს სიტუაციები და მდგომარეობები რეალურად, რაც და როგორც გაქვთ და არ უყვეთ არანაირად ნეგატიურ და უსიამოვნო ფიქრებს, ანუ ისიამოვნოთ იმ პერიოდით, ისიამოვნოთ იმ სიახლეებით, რაც შემოდის თქვენთან. ეს იყო მესამე ვარიანტი. მადლობა რომ მიყურებთ და გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ